რა არის ვერ გავიგე რა არის კაცო ერთხელ და სამუდ დედა მაგინტაფონი აქვს რატომ იდებს კაცო გამოდი აქ და იმასკენია საცი არეული ერთი თქვენ ხარ დალაგებულები ტვინში მარტო ახ მაგდა სიჩუმე იყოს ძალიან გაბრაზებულ ყაზიაზე ვარ დღესიმდე იქ თუ და მოусმიოთ ყველაფერს გაკები და ბოლომდე ერთი წუთი რატო ლაპარაკობთ ადექი შენ ბიჭა ადექი შენ და გადმოჯექი აქეთ ადექი და გადმოჯექი მე რა ვქნა პატივცემულო შენ გადაჯექი იქეთ კარგი ამ ხელა ფეხს ვიქნებ კიდე კაი ხედავ ხელი რო გაგიშალ და მაგას დაინახა დოკი პანკი კაი წავიკითხავ ახლა იმას სიას ჟურნალს ხო ხედავთ ყველა კარგად მე მგონია რომ ვინც არ არის აქ აისახება ყველაფერი ამ ჟურნალში ნეტ ავტოროჩკა წამავიღე კი კაი უსმინეთ ახლა კარგად აბუნია ზანდები გაბუნია ზანდები ძალიან კარგი დაბუნია არ არის პატივცემულო რატო არ არის დაბუნია ბევრი ტრიპაჩა და სიცხე მაუწია მიზეზი კაია კი ბატონო ნატროშვილი ვარ ხარ ნატროშვილი სულ მაინტერესებს რა გინდა ხრანელი ტრიპაჩა გატარეული ვარ საიდან მოხდი საერთოდ რა გინდა სადაური კაცი ხარ ვაფშე კახელი ვარ მასწავლებელი კახელი კაცია ნატროშვილი კახელი რა გინდა მე რა გაბუნია აბუნია თაბო რა გინდა აქ ვერ გავიგე დედა ჩემი არის მეგრელი ხოროწყუდან დედის მხარე ტრიპაჩო გაზანებია კი ბატონო დედა სასაულ თუ გინდა მოდი გამარჯობა მას რატო დაიგვიანე მას მაგვიძარა არ დარეკა და კი არ იტყვის მიზას დავლიე თუ როგორ გატარე ფული დავხარჯე კი არ იტყვის მაგვიძარა დებილი რა გინდა ტრიპაჩობის სკოლაში კი არა იქ უნდა იყო რა გვია ძაცკებირში იოტი ბალკი ან რა გაცია ბიჭო რა რანაირ მოყვაჭაცმული რა მას თეთრი ტუფლები ხომ აცვია მარტო ტუფლები სად არის პიჯაკი სად არის კენგოლი კენგოლი არ გინდა არ გაშრა და რა არ გაშრა ისე ათხოვე ბიჭო ის კენგოლი მიეცი კარგი მეც ხო მინდა მას კენგოლი მიეცი კენგოლი ბიჭო კარგი მეც მინდა მას კენგოლი შენ კენგოლი მიდგა სახე ისედაც მიეცი კანო კენგოლი მიეცი მასწავლებელი რომ გეუბნება და ტრიპაჩო კენგოლს ბაჭი მიეცი კენგოლს ბაჭი მიეცი მართლა და მართლა შე დაიხურე მიეცი ბიჭაკი ბიჭაკი თუნამის მიეცი ატლა შე ტანის გაკ ბიჭაკი მე თუქე ეტი ვეჟოლკა გინდა კიდე ბაგზადნე ჩაიწესია მოწიწები წითელია ეს იწოდე მას როგორ მომცა თუ მომცა ჩაიშვი დროზე ნუ მიწევავ დროს აქ მეორე არა მაგის გაუხრი და ეს ვაფშე რა არის აქ შეკრული აქ გაიხსენი ეს და გაწიე თავი გამოაჩინეს ანგელოზივით ოქროსები რო გიკეთია გამოაჩინე ხალხი მაგას იმაშია რომ დაანახოს ეს ოქრო რო გაგდა ტრიპაჩი ხარ და ეს ტრიპაჩების სკოლა აქ ის ხო არა მაგ მართლა ვერ გავიგე შენ რა მაინტერესებს მართლა რა არის რა გინდა გამარჯობა მას სალამს მიგეთ როგორ მესალმები მე წესიერად მომესალმე შემოდი და წესიერად მომესალმე ჩქარა დროზე დრო არ არის დროზე შემოვიდა ფეხი გამარჯობა ფეხი გააკეთა ფეხი კარგია და ბარბარდა კარგია კარგი გამარჯობა მას ხელი გამარჯობა ხელი დატოვე გამარჯობის დროს ხელი დატოვე რომ დავინახო პერსტენ გიკეთია პერსტენ რო ტრიპაჩი ხარ კარგია ეგრე მომწონს კაი ამის მინდა შენ დედა მოვიდა მშობელი რო დაბიბარე მოიყვანე კი მას კი მოვიდა მოიყვანე მშობელი შემოვიდა ზერწოს საქმე მაქვს ამათ უყური ამათ გაბლატავებული ეს არის და ეს დედა მოვიყვანე მას აი მოიცა ბიჭო ახლა გადამრიე კადაჭო გამასული ახლა გაწეტავი ეს დედა შენია ბიჭო მას რა არის დედა შენი მოიყვანე მე ვინ მოიყვანეს ვინ არის ბიჭო რა არის ეს მას დედა ჩემი არის ცოტა შეუხედავი ხალი და ამ ხელა ტრიპაჩკაც ახლა ის ხوار მეგან კი ბატონო კარგი ბატონო გაგესაუბრებით მაშინ გაკვეთილის ბოლოს კი დაელოდეთ ეს თუ დედა თქვენია გავესაუბრები მაშინ ბატონო გავესაუბრები მაშინ მე დაჭერკი გავესაუბრებ თქვენ ახლა წამიდა მომისმინეთ ახლა სანამ გაკვეთილს დავიწყებთ ხვალიდან ვიწყებთ ახალ პროგრამას უნდა შეიძინოთ აკადემიკოს
ჟიმნი მებონიას წიგნი ტრიბაჩობის საფუძვლები ესე ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე თქვენ დოცენტი არა ხართ? აკადემიკოს რა შუაშია თქვენ? შენ მასლი ახლა ტრიბაჩობას მე? ჰა? მაცალია ცოტა რა. ჩაიწერე ტრიბაჩული ქალაქების სია. ჩავიწერეთ. მოსკოვი. ხარკოვი. დონეცკი. Тамбовი გამოტავეთ. ცალკე ვცალკე. და ზუგდიდი. მასწავლებელი ზუგდიდ სამ ქალაქებთან რა უნდა მოსკოვი, ხარკოვი და ზუგდიდი რა შუაშია? შენ საერთოდ თუ ხდები სასწავლო ვაფშე. თუ იცი სად მოხვდი რა დაწესებულებაში ხარ მოყვედილი თუ ხდები კაროჩე ვაფშე. როგორ არ ხდები რა ტრიბაჩობის. ჯოჯო ზუგდიდი ქალაქი კი არა ვაფშე და ტრიბაჩობის მეგაპოლისია. შენ თუ ხდები მაგას ვაფშე. ქალაქებს კიდევ მადლობა თქვა დანარჩენებმა რო ბადარებ ზუგდიდს ხო რა. იოლდი ბაგე ამანა მიეხსნას კიდევ აქ მე ზუგდიდზე რა ვთქვა და რა. ჩაწერილია? დიახ. კი ბატონო, გადავიდეთ ახლა იმაზე მაინტერესებს შენ მართლა ბიჭო, სულ რო გირეკავ მე მის დღემში რო რამე დამჭირდეს და გირეკავ. ტელეფონი რატო გაქვს გამართული? ერთი ამიხსენი. სულ მის დღემში ტელეფონი რატოა გამართული კურგასოტოჩი მითხარია. პატივცემულო, მე ხო iPhone 6 მაქვს. მე რა? მე ეგ ჯერ არ გამოსულა და გამორთულია ვა. შეგამოწვია რა გაიგე. შეგედაძვალე აი ტრიპატოლი მეზაზეო გაგდალია. ახლა აბზანდი ბეღზე. რატომ? აბზანდი კარგად დაიწყე გაკვეთილი უკვე შენ ფაქტურად დაიწყე გაკვეთილი ის მოყოლა. ხო და მომიყევი ახლა უძველესი ტრიპაჩი. ვინ იყო, რა იყო, რა უნდოდა მე? ცნობილი ქართველი ტრიპაჩი ჰომეროს ხუჭუა. უძველესი დაამატე. უძველესი ცნობილი ქართველი ტრიპაჩი ჰომეროს ხუჭუა დაიბადა ღარიბი ტრიპაჩის ოჯახში. კი ბატონო. ის უნდა დაბადებულიყო 1962 წელს, მაგრამ ტრიპაჩი ხასიათის გამო დაიბადა 1960 წელს. კი ბატონო, დაასწრო. მის კალამს ეკუთვნის უამრავი ღირსშესანიშნავი ნაწარმოები. მათ შორის ომი და ტრიპაჩობა. კი ბატონო. უთავო ტრიპაჩი. უთავო ტრიპაჩი. კი. და ვიღაცამ ტრიპაჩის ბუდეს გადაუფრინა. კი ბატონო. ბოლოს ფილმის გადაიღეს. ფილმის გადაიღეს. მართალი დაბზანი, კაი ბიჭი ხარ, დღეს მომზადებულ ხარ. აბზანი შენ ბეღზე. დიახ მას. გახდილი გადაეტლებული რო ხარ. და ანდაზები ჩამოთვალე ყველა. კი ბატონო. ურემი რომ გადაბრუნდება ტრიპაჩი მე გამოჩნდებაო. კი ბატონო. გაჭირებულ კაც ტრიპაჩი აღმართში დაეწევაო. კი ბატონო, წამოეწებაო. თუ წამოეწევაო, დიახ, 100 ჯერ გაზომე და ერთხელ ტრიპაჩიო. კი ბატონო. და კარგი ტრიპაჩი დედის გულის ვარდიაო. კი ბატონო, გაიხარ. და არ დაგავიწყეთ. უკან რა წერია? მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ტრიპაჩის მშობელი. აი ეს იყო თქვენი შეფორდრე წარიდი. კარგი. აბზანდი თქვენ ბატონი ნატროშვილი ფეხზე. თანამედროვე ტრიპაჩი დაიწყე. თანამედროვე ტრიპაჩები. ცნობილი თანამედროვე ტრიპაჩი ძაბუნი მალანია დაიბადა ზუგდიდში მაგარდვარეთში. მაგარდვარეთში ის ბავშვობიდანვე დადიოდა დონეცკებში, ხარკოვებში, მოსკოვებში და იქ დაიუფლა ტრიპაჩობის ხელოვნებას. ბუძამის დაყავდა, მე არნიშნა მე რა. ბუძამის მეყავდა მოყავდა იქ და დავშე მიდე დავა. შემდეგ არაფერი, მას ეცვა ყოველთვის გამორჩეულად. როგორ ეცვა? მისი საყვარელი ზმანი იყო კენგოლი, წვეტიანი ტუფლები და ოქროს პერსტენი. ნუ ოქროსი არ იყო, შეფერილი იყო, მაგრამ ნიჩეო გაპაკია რა. ახალგაზრდობაში მან გადაიხადა ტრიპაჩული ქორწილი. კი ბატონო, რამდენი კაციანი? 80,000-იანი. რატო არ გადაიხადა 100,000-იანი? დინამო სტადიონი დაკავებული იყო. კი ბატონო, გააგზელე. ის გარდაიცვალა 1997 წელს რესტორან ბერიკონში ზედმეტი ტრიპაჩობისგან გადატყდა წელში. კი ბატონო, დაბძანდი, ხუთიანი. იცი, აი ეს რა ჩამოაყალიბებ ნამდვილად და ჩამოგიყალიბებს ყველაფერს, არის ძალიან კარგი. ხო, თქვენ ხო კარგად დაძებთ, შენ მომისმინე, რა მაინტერესებს ახლა გაკვეთილი გადარჩა ყველა და ვიღაცები გამოზვნენ დღეს გაკვეთილიდან როგორც ვატყობ, ზმანების მე მივეცი. მამაშენს ეცი პატივი, მამაშენს. კაი. ისა რა მაინტერესებს? წელს ექსკურსიაზე არ წავალთ არსად? ექსკურსიაზე მართლა წავალთ, აბარას ვისავთ. ექსკურსიაზე წავალთ. დავიდეთ მას მართლა. კი ბატონო, წლის ბოლო მოდის, იცით? წავალთ ექსკურსიაზე ზუგდიდში, რესტორან რულზე ვარ არ მაინტერესებში იქნება ჩვენი პრაქტიკები, უშუალოდ ეს თეორია სასაც გავდივართ. გავივლეთ პრაქტიკებს, იქ უშუალოდ იქ ვიტრიბაჩებთ, ცეკვები, ფულის ჩაგუჭვები, გადაწვენები, ჩხუბები და ასე შემდეგ. წვეტიანი ტუფლებით მოქნება მიქნებები. ეს ყველაფერს გავაკეთებთ იქ. შემდეგ იქიდან გადავინაცვლებთ ვალტერი მალანიას სახლ-მუზეუმში.
გადავინაცვლებთ კი ბატონო, კი არის ესეთი გეგმება კი ბატონო, კი. სადაც განმოგეცემათ დიპლომები, დიპლომებს განმოგეცემთ. რო წარმატებით დაამთავრა, ვიღაცებს არ გადაეცემა. მე მგონი რაღაცას გადავცემ იქ ჯანდაბის მაგვარს ესეთი მეფია. ხო. ხო და ზარის გამოვიდა თქვენ ბედზე და იყავით ეხლა იგულავეთ ზარიც არის კი ბატონო კარგი აბა ერთი წუთი ჰიმნი რომელიც უნდა გავაკეთოთ იქ ის ჰიმნი გავირეპეტიციოთ ეხლა ფეხი ადგომი ჰიმნი ვიცი მე ვიწყებ აქედან მასწავლებელო მისალმებიდან ხო არ დავიწყოთ როგორ მისალმებიდან არა ჯერ ესე გგევართ წავიდა ფანერა სერა გაუში ფანერა Davida! Davida! Riali, caccialo Kelly! Caccialo Kelly! Perché mi cavi che Dai, tiriamo Davida! Davida, Davida, Khazi! Davida, Eki! Odi! Dani! Okay! გავიდა, ჯანდაბაში გავიდა თქვენი თავი. აი დედა, გადავირევი, გადამღმერთებს ასვერჩი ამ გენიოსებს. ამ ესე ვინარია, ის რომელი დაგებს გავსებათ, რომელი? გამაგონიათ ხმა მან დედა.